ძვირფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად გავაგზავნებთ საუბარს ირანში შექმნილ ვითარებაზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის და განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ კონკრეტულად რა მოხდა ირანში, რატომ შეჩერდა სამხედრო ოპერაცია, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა დონალდ ტრამპს, იგეგმება თუ არა ამ სამხედრო ოპერაციის გაგრძელება, არის თუ არა ის დღის წესრიგში ისევ, რა შეიძლება შედეგები ჰქონდეს ორივე სცენარს, სამხედრო მოქმედების დაწყებას და არ დაწყებას, რა მიზეზები გააჩნია, მე მინდა ასევე მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დღეს შეერთებული შტატების და ზოგადად დასავლელი მოკავშირეების მიერ ძალების კონცენტრაციის შესახებ ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. თქვენ დაინახეთ პრინციპში, რომ საერთაშორისო მედიის, მათ შორის ყურადღების ეპიცენტრიდან ირანი გარკვეულწილად მეორე პლანზე გადავიდა, თუმცა სულაც ასე არ გამოიყურება რეალობა და შეიძლება ეს მიზანმიმართული ნაბიჯიც იყოს შეერთებული შტატების. ყველა ამ საკითხზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ. მე რამდენიმე დღე იმიტომ არ ვამზადებდი ირანზე მიმოხილვას, რომ ველოდებოდი კონკრეტულ ხელშესახებ სიახლეებს, იმისთვის რომ უკვე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ ეს ანალიზი, ამით თქვენ ეხმარებით არხის განვითარებას და მომავალ ანალიზების მომზადებასაც ასევე. შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწეროთ არხი, ჩართოთ შეტყობინებები, ან მხარი დაუჭიროთ არხს, ესე იგი აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. დიდი მადლობა და გადავიდეთ უკვე უშუალოდ თემაზე. პირველ რიგში მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ მთლიანად საკითხის, იქნებ ზოგი მაყურებელი პირველად უყურებს ამ ანალიზს და გარკვეული მიმოხილვაც სჭირდება ზოგადი, როგორ მოვედით აქამდე. დეკემბრის ბოლოს გახსოვთ, რომ ირანში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი devalvatsiya რეალის ადგილობრივი, ესე იგი, ვალუტის, ირანული. დაახლოებით 96%-ით მოხდა გაუფასურება რეალის, რამაც გამოიწვია არ ნახული ეკონომიკური ტიპის პროტესტი, განსაკუთრებით დედაქალაქ თეირანში. საერთაშორისო კვლევითი ცენტრის Security Council Report-ის მონაცემებით, თავიდან პროტესტში მონაწილე ადამიანების მთავარი ლოზუნგები უკავშირდებოდა ინფლაციას, უმუშევრობას, დაბალ, ესე იგი, სამუშაო ადგილების არქონას და დაბალ ხელფასებს ასევე და რეალურად ძალიან მალევე გადაიზარდა ეს პროტესტი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური შინაარსის მქონე პროტესტიდან უკვე პოლიტიკური შინაარსის მქონე ანტისამთავრობო პროტესტში და თავიდანვე იკვეთებოდა მკაფიო მხარდაჭერა შაჰ რეზა ფეჰლევის, ანუ შაჰის, რომელსაც მოუწყეს რევოლუცია თავის დროზე აი ამ აიათოლა სასულიერო ლიდერებმა, აიათოლა ხომეინიმ და შემდეგ მათთან არსებულმა რელიგიურმა მეთაურებმა, მარტო ხო არ არიან, საკმაოდ ბევრია იქ. სწორედ შაჰის წინააღმდეგ იყო ორგანიზებული ეს რევოლუცია 1979 წელს. და პირველად პროტესტში ახლა ჩდება უკვე ალტერნატივა ხელისუფლების, როგორც არის აი შაჰ რეზა ფეჰლევის საკითხი. და ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ეს ესკალაცია შემდეგ უკვე გრძელდება, თქვენ ნახეთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო პრაქტიკულად აჯანყებები, მათ შორის შეიარაღებული, ანუ ზოგ ქალაქში აჯანყებულებმა აშკარად კონტროლის ქვეშ აიღეს ან საპოლიციო ძალების გარკვეული შენობები, სადაც იპოვეს ეს იარაღი, რეჟიმი ამტკიცებს, რომ ეს იარაღი მათ ისედაც ჰქონდათ და ეს არის ისრაელის და შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაცია, თუმცა მე პირადად ეჭვი ვეპარება ამაში და ვფიქრობ, რომ გაცილებით რეალისტურია, რომ რამდენიმე ქალაქში უბრალოდ მარტივად აიღებდნენ კონტროლის ქვეშ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურის ცენტრებს, იქედან გამომდინარე, რა ტიპის ტალღა იყო, როგორ იწყებოდა ეს საპროტესტო მოძრაობა სუთავიდან, განსაკუთრებით აი იანვრის დასაწყისში, როგორც მიმდინარეობდა. 8 იანვრიდან, დღეს არის 20 იანვარი, ირანში გამოაცხადეს კომენდანტის საათი, შეზღუდეს
მონაწილეობა პროტესტში და რეალურად გათიშეს ინტერნეტი და აი ეს შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმები და ხერხები იყო პროტესტის ჩახშობის ავტორიტარული ამ რეჟიმისთვის და 14 იანვრიდან უკვე რეჟიმმა დაიწყო იარაღის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის უიარაღო დემონსტრანტების მიმართულებით. ბოლო მონაცემებით, რაც ხელმისაწვდომია და ეს ბოლო მონაცემები არის, ესე იგი, 14 იანვრის მდგომარეობით, ანუ დღეს არის 20 იანვარი, 6 დღის წინანდელი მონაცემებია, სწორედ ამიტომაც არ ვამზადებდი ასეთ მიმოხილვას, რადგანაც საკმაოდ ჭირს ახალი ტიპის ინფორმაციის მოპოვება და შემდეგ რომ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია. რადგან ინტერნეტი არის გათიშული დღემდე, ანუ 12 იანვარს კი არა და 8 იანვარს რო გათიშეს ინტერნეტი, 12 დღე არის უკვე ინტერნეტი არის გათიშული. Starlink-ი ნაწილობრივ მუშაობს, თუმცა Starlink-ის ეს დანადგარი აქვს ძალიან ცოტა ადამიანს და აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ეფექტურად ბლოკავენ მსხვილ ქალაქებში Starlink-ის კომუნიკაციას რადიოელექტრონული თავდაცვის მექანიზმების მეშვეობით, ხოლო ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ Starlink-ის მუშაობა ასევე შეფერხებულია იმით, რომ ხშირად შედიან სახლებში და ეძებენ აი ამ Starlink-ის დანადგარს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. მათი მიზანი ბუნებრივი იყო და გასაგები შეზღუდონ სრულიად წვდომა საერთაშორისო მედია და საინფორმაციო ველთან ადგილობრივი პროტესტის მონაწილეების, მათ შორის შაჰ-რეზა ფეჰლევის აი მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან აქტიურობდა სოციალურ ქსელში, ეხლაც აქტიურობს და ავრცელებდა ისეთ ვიდეოებს, რომელიც დიდ ყურადღებას იწვევდა თავად ირანში. დაახლოებით თითო ვიდეოს ჰქონდა 80 მილიონი ნახვა და ასე შემდეგ. ანუ სრულიად წარმოუდგენელი რიცხვები ყურადღების და ძირითადად სპარსულად საუბრობდა, ძირითადად ირანიდან უყურებდნენ მას ან ირანელები. როგორც გითხარით, ესე იგი 14 იანვრის მდგომარეობით ირანის ადამიანის უფლებათა კვლევითი ცენტრის მონაცემებით მოკლული არის დაახლოებით 2600 ადამიანი, რომელთაგან 2400 არის პროტესტის მონაწილე, 157 ძალოვანი და 12 ბავშვი. ანუ როგორც ხედავთ, პროპორცია ძალოვნების თავად აი ირანული ადგილობრივი ორგანიზაციის, რომელიც სავარაუდოდ რეჟიმთან კავშირში არის, პროპორცია არის სერიოზულად განსხვავებული, ანუ ძალადობის ძირითადი მსხვერპლი ცხადია არიან მშვიდობიანი მომიტინგეები. ამავდროულად Amnesty International-ის ძალიან მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მტკიცებულებით მოკლულთა რაოდენობა 2000-დან 20,000-მდე აღწევს რეალურად და სრული ციფრები არ გაგვაჩნია იქედან გამომდინარე, რა ტიპის მდგომარეობა არის შექმნილი ახლა იქ ვგულისხმობ კონკრეტულად საკითხს, რომელიც უკავშირდება ესე იგი ინტერნეტის არქონას, რაზეც წეღან საუბრობდით თქვენთან ერთად. გარდა ამისა, ძვირფასო მოქალაქეებო, უნდა აღვნიშნო, რომ ირანის ოპოზიციური არხების ინფორმაციით 12,000 დაღუპული არის დაახლოებით. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აი ამ ფარული ინტერნეტ კავშირის მეშვეობით, როგორიც არის მათ შორის Starlink-ი, ბოლო 4 დღე თეირანში, ანუ 16 იანვრიდან 20 იანვრამდე მეტნაკლებად მშვიდობიანი იყო. კერძოდ დიდი პროტესტი დედაქალაქ თეირანში არ ყოფილა. ქუჩების პატრულირების მიზნით, ანუ პროტესტის ზედამხედველობის მიზნით პროტესტის მიმართ და პროტესტის კონტროლის მიზნით ირანის ისლამური რესპუბლიკის აი ამ ისლამური რევოლუციის დამცველთა გუშაგთა კორპუსი იყენებს დრონებს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ახლა დაიწყეს პირველად. დრონებს იყენებენ როგორც სადაზვერვო ინფორმაციის მიღების მიზნით, ანუ აკვირდებიან პროტესტს დრონების მეშვეობით, ასევე დრონებს იყენებენ მათ შორის, რომ პროტესტის მიმართულებით ცეცხლი გახსნან. ანუ არის დრონები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია
თავდასხმის მიზნით გამოიყენო დიახ მშვიდობიანი მოქალაქეების დიახ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. აქამდე დრონები ძირითადად გაგვიგია, რომ ომში იყენებენ სხვადასხვა დრონებს, მაგალითად იგივე უკრაინის ომში ასეთ პატარა კვადროკოპტერებს იყენებენ ხოლმე და ამის კადრები დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენთაგანს ნანახი ექნება. ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ირანული რეჟიმი იმდენად სასტიკი არის, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს ამ დრონებს, რაც წარმოუდგენელი ამბავია. გეტყვით ასევე, რომ 2026 წლის 15 იანვარს შედგა გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური ღია სხდომა, რომელიც ეძღვნებოდა ირანს და რომელიც მოწვეული იყო შეერთებული შტატების მოთხოვნით. დიპლომატებმა დაგმეს, ესე იგი, ირანის ხელისუფლების მიერ წარმოუდგენელი მასშტაბით ძალადობის და ძალის არაპროპორციული გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მოუწოდეს ირანის ხელისუფლებას, რომ პატივისცეს ესე იგი შეკრების და მანიფესტაციის უფლებას, ხოლო გაეროს წარმომადგენელმა სტეფან ჯუჟარიკმა განაცხადა, რომ შოკში არის იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ნახა, რაც ხდება ირანში. გარდა ამისა, შეერთებული შტატების და ევროკავშირის ზეწოლა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტეს, შეაჩერეს სამხედრო ოპერაცია, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ. კერძოდ შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს პრეზიდენტ ტრამპმა მიმართა ირანის ხელისუფლებას და თქვა, რომ თუ საკუთარ მოქალაქეებს დახოცავენ, შეერთებული შტატები მოვა მათ დასახმარებლად. 12 იანვარს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დიპლომატიური გამოსავალი რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად, თუმცა ავიადარტყმები, ასევე საჰაერო დარტყმები, ანუ რჩება ერთ-ერთ შესაძლებლობად. 12 იანვარს ასევე შეერთებულმა შტატებმა შემოიღეს 25%-იანი ტარიფები ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც ვაჭრობს ირანთან. ამავე დღეს შეერთებულმა შტატებმა სანქციების რეჟიმი ამოქმედეს ირანის სხვადასხვა მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომელიც კავშირში არის აი ამ პროტესტის ჩახშობის, ესე იგი, ძალადობრივ ქმედებებთან. პარალელურად საფრანგეთის გაერთიანებული სამეფოს და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლითაც დაგმეს ეს ძალადობა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა მოუწოდა ყველა წევრ სახელმწიფოს გაეროს, რომ ესე იგი დაგმონ ეს ქმედებები ირანის ხელისუფლების მხრიდან წარმოებული. შიდა პოლიტიკის მიმართულებით ირანის ხელისუფლება აგრძელებს პრინციპში შეერთებული შტატების და ისრაელის მიმართ ისრების გადატანას და აცხადებს, რომ სწორედ ეს ორი ქვეყანა დგას აი ამ ქმედებების უკან. კერძოდ როიტერსის ინფორმაციით, ყველა დაღუპულს ირანში უწოდებენ ტერორისტს, ხოლო ვინც სამხედროები, რომლებიც ასევე დაიღუპნენ აი ამ ქმედებების პროცესის დროს, მათ უწოდებენ ტერორისტების მსხვერპლს და აცხადებენ, რომ ისლამური რესპუბლიკა მზად არის თავდაცვისთვის, ესე იგი, და ნებისმიერი გარეჩარების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. დიპლომატიური ძალისხმევა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ კატარის გაერთიანებული არაბული საამიროების და საფრანგეთის თავის კოლეგებთან საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართა მოლაპარაკებები. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრალი დასდო საერთაშორისო აი ამ მოთამაშეებს და ქვეყნებს, რომ ისინი ახორციელებენ ირანის შიდა საქმეებში ჩარევას და მოითხოვა, ესე იგი, გაეროს უშიშროების საბჭოსგან, რომ დაგმოს შეერთებული შტატების ქმედებები. ეს არის დაახლოებით ის მცირე მიმოხილვა, რომელიც მინდოდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ სრულად გასაგები იყოს, რაზე ვსაუბრობ და აქედან ახლა თქვენთან ერთად ვიწყებთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარს. რა ხდება ახლა რეგიონში? და რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირანისკენ მიემართება 2 ავიამზიდი დარტყმითი ჯგუფი და ამაზე ახლა მოგიყვებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ რეგიონში ყველაზე მსხვილი ბაზა, რომელიც მდებარეობს, ამერიკული ბაზა, რომელიც მდებარეობს კატარში, ალ-უდეიდ ბაზა და იქ არის დაახლოებით
10,000 ამერიკული კონტინგენტი. ამ ბაზაზე ჩვენ ხედავთ იანვრის შუა რიცხვებიდან დაწყებული ძალიან აქტიურად ცვლილებებს, კერძოდ ოჯახის წევრები სამხედროების გაყვანილია ბაზიდან, რაც როგორც წესი სტანდარტული პროტოკოლია, როდესაც ნებისმიერი სამხედრო მოქმედებები იგეგმება და ბაზა შეიძლება აღმოჩნდეს სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრში ან თავდასხმის ობიექტი. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა მოითხოვეს საკუთარი თანამშრომლებისგან საელჩოს, ანუ კატარში საელჩოს, დოჰაში, რომ ბაზაზე, რომელიც არც ისე შორს მდებარეობს დედაქალაქ დოჰადან, არ იმგზავრონ, თუ ამას არ აქვს კონკრეტული ძალიან მკაფიო საჭიროება. ბრიტანეთმა კი, რომელსაც გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან და საელჩო თეირანში, დახურა საკუთარი საელჩო, რაც ასევე ერთ-ერთი მანიშნებელი არის გაგრძელებადი, ასე ვთქვათ, ესკალაციის და შესაძლო სამხედრო დაპირისპირების. და გამოჩნდა ასევე ინფორმაცია, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს, რომ შეერთებულმა შტატებმა სერიოზული ნაწილი ძალების, ესე იგი, აქ გადალაგება მოახდინეს ძალების და გარკვეული ქმედებებისთვის ემზადებიან. რეალურად შეერთებული შტატების მიერ აი ამ დარტყმის გაუქმების კონკრეტული მიზეზი უკავშირდებოდა იმას და ამაზე მეტყველებენ არაერთი ჟურნალისტური და ღია დაზვერვითი წყაროები, რომ შეერთებულმა შტატებმა გააუქმეს, უბრალოდ დონალდ ტრამპმა მისცა ბრძანება დარტყმის გაუქმების თაობაზე, რადგან კონკრეტულად მას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ არასაკმარისია ის ძალები, რაც რეგიონში შეერთებულ შტატებს კონცენტრირებული აქვს, მასშტაბური ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის და ამავდროულად, რაც ძალიან ასევე მნიშვნელოვანია, არასაკმარისია ისრაელის დაცვის მიზნით. კერძოდ, თუ დაიწყება თავდასხმა შეერთებული შტატების ირანის მიმართულებით, უნდა ვთქვათ, რომ ამ თავდასხმის შედეგად ბუნებრივია, რომ ირანს ექნება საპასუხო გასროლა და ეს საპასუხო გასროლა შეეხება სწორედ ისრაელს და არა ცხადია შეერთებულ შტატებს. შეერთებული შტატების ბაზები შეიძლება იყოს ასეთი თავდასხმის ქვეშ და ეს ბაზები უკვე ჩამოვთვალე, მათ შორის უნდა ვახსენო, რომ ბაზები არის ასევე კატარში, იორდანიაში, სირიაში და ერაყში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი. შესაბამისად, შეერთებული შტატების მიერ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ძალების დაბალი მაჩვენებელი იყო და ახლა მიმდინარეობს, ანუ რომ უპასუხოთ კითხვას, ირანის თემა დასრულდა თუ ირანის თემა გრძელდება, მე ვიტყვი, რომ ირანის თემა გრძელდება, რადგანაც ახლა მიმდინარეობს შეერთებული შტატების მიერ რეგიონში ძალების უპრეცედენტო პრაქტიკულად მობილიზაცია. კერძოდ, ებრაული გამოცემა The Jerusalem Post-ის მტკიცებით, შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად ზრდიან საკუთარ ადგილზე ყოფნას და ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული მაგალითი არის ავიამზიდი აბრაჰამ ლინკოლნი, რომელიც ახლა, ესე იგი, მიემართება ფილიპინებიდან ამ რეგიონში მალაკის სრუტის, ანუ სინგაპურის გავლით და საკმაოდ ჩქარი ტემპით მოდის და დაახლოებით 5 დღის განმავლობაში იქნება უკვე ირანის მახლობლად. ეს დაახლოებით იანვრის 25 რიცხვი იქნება. გარდა ამისა, უნდა ვთქვა, გითხრათ, რომ ეს ავიამზიდი ჯგუფი, ანუ აბრაჰამ ლინკოლნის არის საკმაოდ ეფექტური და მაღალ ხარისხიანი, მასზე განლაგებული არის პრინციპში F-35C სპეციალურად ავიამზიდისთვის გათვლილი უახლესი თაობის თავდასხმითი შესაძლებლობები, ასევე FA-18 ასე იგი Harrier ტიპის თვითმფრინავები სამხედრო, რადიოელექტრონული თავდაცვის EA-18G თვითმფრინავი, ისევე როგორც შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის E2D ტიპის თვითმფრინავი და ასევე ხდება, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი მომარაგება ასევე ამ ავიამზიდის, იმიტომ რომ
სხვადასხვა რაოდენობის თვითმფრინავი შეიძლება იყოს ამ ავიამზიდზე და ემატება ეხლა როგორც ჩანს მეტი კონკრეტული თვითმფრინავი მასზე. გარდა ამისა, იორდანიაში გადასროლილია უკვე 12 ესე იგი სამხედრო თვითმფრინავი F-15, ხოლო შეერთებული შტატების მიერ ასევე ხდება მნიშვნელოვანი ძალების კონცენტრაცია ინდოეთის ოკეანეში მდებარე სტრატეგიული საჰაერო ძალების ავიაბაზაზე დიეგო გარსია. ვინც აკვირდება ამ საკითხებს და ირანის თებებს, ეცოდინება, რომ 2025 წლის ივნისში, როდესაც მიმდინარეობდა თავდასხმის ღონისძიებები, ესე იგი ირანის წინააღმდეგ და შეერთებული შტატები 12 და ისრაელი და მერე შეერთებული შტატები ბომბავდნენ ამ 12 დღიანი ომის დროს ირანს, ეს ქმედებები ასევე იყო მნიშვნელოვნად დაკავშირებული დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებასთან. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ნაკლებად ჩანს ახლა დღის წესრიგში. რეგიონში მართალია არის ბევრი გემი, სადაც არის მრავალი რაოდენობის ტომოჰავკის ჭურვი, საკმაოდ ძლიერი, თუმცა ეს აღმოჩნდა არასაკმარისი. და ბოლო ინფორმაციის მიხედვით, მეორე ავიამზიდი დარტყმითი ჯგუფი მოდის ირანისკენ. სავარაუდოდ. რატომ ამბობ სავარაუდოდ? იმიტომ რომ ნორფოლკი დატოვა ესე იგი თეოდორ რუზველტის ავიამზიდი დარტყმითმა ჯგუფმა და მიემართება აღმოსავლეთისკენ. მათგან აღმოსავლეთი ეს არის ჰიბრალტარი, შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი. მე არ ველოდები, რომ ეს მეორე დარტყმითი ჯგუფი ასევე მოვა, ესე იგი, არაბული ზღვის მიმართულებით, ანუ ირანისგან სამხრეთის ნაწილში, ამას არ ველოდები, ერთი დარტყმითი ჯგუფი აბრაჰამ ლინკოლნი იქნება სავსებით საკმარისი. თეოდორ რუზველტის დარტყმითი ჯგუფის ამოქმედება პრინციპში და გააქტიურება იმ მიმართულებით, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის, კერძოდ ისრაელის ნაპირთან, სადაც თურმე შეძლებენ ისრაელის საჰაერო თავდასხმის ხელშეწყობას ირანის თავდასხმის შემთხვევაში, ეს იქნებოდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ შეერთებული შტატები მართლაც მეორე ავიამზიდსაც აგზავნიან, მაშინ ალბათობა იმისა, რომ დაიწყება აქ სამხედრო მოქმედებები არის ძალიან და ძალიან მაღალი. ასევე უნდა გითხრათ, რომ ევროპელი მოკავშირეების მიერ რეგიონში არის გადასროლებული ტაიფუნის ტიპის ევროპული, ესე იგი, თვითმფრინავები სამხედრო და ძირითადი ნაწილი ალ-უდეიდ სამხედრო ბაზაზე იმყოფება ახლა ისე როგორც იორდანიაში. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები აცხადებდნენ კონკრეტულად იმის შესახებ, რომ დახმარება გზაშია და მოდით პირდაპირ ვთქვათ, დონალდ ტრამპი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იტყუება იმ კუთხით, რომ დახმარება გზაშია, ეს სერიოზული ძალების მობილიზაცია ხდება ახლა, ორი დარტყმითი ჯგუფი და დამატებითი შესაძლებლობები, რაც კონცენტრირებულია ახლა მთელ აი ამ რეგიონში, რაზეც თქვენთან ერთად ეხლა ჩვენ საუბრობთ, საკმარისი იქნება უზარმაზარი დარტყმის მიყენებისთვის ირანის წინააღმდეგ საჭიროების შემთხვევაში და გადაწყვეტილების შემთხვევაში. ეს დარტყმა თავისი არსით, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ალბათობა გაიზრდება 5 დღის შემდეგ დაახლოებით, როდესაც ორივე ავიამზიდი ჯგუფი დაახლოებით იქნება თავისი დისლოკაციის ადგილებში, ერთი ირანიდან სამხრეთით, მეორე ირანიდან დასავლეთით ხმელთაშუა ზღვაში. 5 დღის შემდეგ შეიძლება ესკალაცია განახლდეს და ამას დასჭირდება, რა თქმა უნდა, მედიის კიდევ ყურადღება ამ საკითხის მიმართ. ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ თებერვალი შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი თვე, რომელიც ირანში აი ამ მოვლენების მიმართ ისევ ყურადღებას დაიბრუნებს ეს მოვლენები და რატომ ვამბობ ამას, არა მარტო აი ამ ჩემი ანალიზის შედეგად, არამედ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის. შეერთებული შტატების სარდლობა, რომელიც პასუხისმგებელია აი ამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, ანუ კონკრეტულად მას ცენტრკომი ქვია, ცენტრალური სარდლობა, მდებარეობს ტამპაში, ფლორიდაში, ქალაქ ტამპაში. სადაც ბოლო ინფორმაციით, ნუ ეს 100%-იანი ცხადი არ არის, მაგრამ გარკვეული
ინფორმაცია მოდის, რომ ადგილობრივ თანამშრომლებს უთხრეს, რომ არაფერი დაგეგმონ თებერვლისთვის საკმაოდ დაკავებული თვე ექნებათ. კონკრეტულად იმ, ესე იგი, სარდლობას, რომელიც პასუხისმგებელია ახლო აღმოსავლეთზე. შესაბამისად, დიდი ალბათობით თუ რაიმე სამხედრო ოპერაცია იგეგმება, ძირითადი ფანჯარა ამ სამხედრო ოპერაციის შესაძლოა იყოს სწორედ თებერვალი. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტისთვის, ანუ დღეს არის 20 იანვარი, პროტესტი პრაქტიკულად ჩაახშეს ირანში და უკვე ისეთი აქტიური გამოსვლები ფაქტიურად არ ფიქსირდება. და თუმცა პრობლემის მიზეზი, ფინანსური კრიზისი, წყლის დეფიციტი, ინფლაცია და სამუშაო ადგილების დეფიციტი და ასე შემდეგ არ არის მოგვარებული ცხადია. ასე რომ პროტესტი შეიძლება განახლდეს, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული საერთაშორისო, ასევე ბიძგი და მხარდაჭერა. და შესაძლოა საერთაშორისო ასეთი მხარდაჭერა აღმოჩნდეს სწორედ შეერთებული შტატების კონკრეტული ქმედებები რეგიონში. შესაბამისად, დღევანდელი ჩემი ანალიზის მიზანი იყო აი ამ ინფორმაციის თქვენთვის მიწოდება და პრაქტიკულად პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, თუ როგორი ტიპის მოვლენები შეგვიძლია რომ ველოდოთ, რა ტიპის მოვლენები ველოდოთ ირანის მიმართულებით და რა განვითარება, რა ვადებში შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ორივე ავიამზიდის აქტიურობას და რამდენად ნამდვილად მივლენ დანიშნულების ადგილამდე, იქედან გამომდინარე უკვე შეგვეძლება რომ დასკვნები გამოვიტანოთ. ცხადია აქვე შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ საკუთარი რიტორიკის გაგრძელება არის მნიშვნელოვანი მდგენელი, რომ ეს თემა არ გაქრეს საერთაშორისო ყურადღებიდან და პრაქტიკულად გუშინ წინ ვნახეთ, რომ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, აი ჭყალებში მოწმენდილ ცაზე, ანუ რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ირანს სჭირდება ახალი ლიდერი, რადგანაც აიათოლა ხომენეი, ესე იგი, როგორც ლიდერი მიუღებელია მისთვის და ხალხისთვის და საკუთარ ხალხს კლავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ გარკვეული აი ამ ლიდერის დაგმობის განცხადებები ჰქონდა. შესაბამისად, აქედან ჩვენ ვასკვნით დაახლოებით რა ტიპის მოვლენები უნდა შეიძლება განვითარდეს და რას ველოდოთ ამ მიმართულებით. ამიტომ ჩვენ დავაკვირდებით აი ამ პროცესებს და როდესაც იქნება ახალი მნიშვნელოვანი ხელშესახები ინფორმაცია, უკვე ახალი ანალიზით დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.